მოგესალმებით. დღეს განვიხილოთ მეხუთე თავი წიგნიდან კიდევ ერთის ძალა, ედმაილეტის და შევეხებით ემოციებს, ვისაუბრებთ ემოციებზე. ესეთი დასათაურება კიდევ ერთი ემოცია. გამოუხატავი ემოციები არასოდეს არ კვდებიან, ისინი ცოცხლად იმარხებიან და მოგვიანებით გამოავლენენ თავს უკვე მახინჯი ფორმით. ამას ამბობს ზიგმუნდ ფროიდი. სიყვარული და სიძულვილი, სიხარული და მწუხარება, სიმშვიდე და მრისხანება, ნეტარება და გაშმაგება, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ემოციებში ჩაცდომა? როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენს ცხოვრებაზე განსაზღვრული კონტროლის მისაღწევად? ჩვენი ცხოვრება ხომ პირდაპირ კავშირშია ემოციების ხარისხთან. ადამიანების ცხოვრება განისაზღვრება არა მათი სახელებითა და მანქანებით და სხვა მატერიალური კეთილდღეობით, არამედ მათი ემოციების ხარისხით. და შემდეგ უკვე გვეუბნება, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ემოციური სახლი, რომელსაც თვითონ ქმნის და თვითონ შეუძლია კონტროლი ამ სახლზე. და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. თავიდან დასაწყისისთვის მინდა ვისაუბრო ცოტა რა არის ემოცია, როგორ ჩნდება და ამ თემას შევეხო. ანუ ეს არის ემოციები, ეს არის შინაგანი რეაქციები, რომელიც წარმოიქმნება, როცა ადამიანს რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე დგება, რაღაცა ხდება მის ცხოვრებაში. ერთგვარი რეაქცია ამ მოვლენაზე. როგორც ჩვენ ვიცით და ვამბობთ ხოლმე, ეს ცუდი ემოცია, ცუდ ემოციებში ვარ ესე, მაგრამ სინამდვილეში ცუდი ემოცია არ არსებობს, ყველა ემოცია ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და თვითონს აქვს თავისი დანიშნულება. ყველა ემოცია რაღაც გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის იმაზე, რაღაცა გვაქვს შესაძლებელი, ან არ გვაქვს შესაძლებელი მაგალითად, ან რაღაცა გვესაჭიროება. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ეს ემოცია იქნება რასაც ვეძახით ხო და დადებითი თუ უარყოფითი, ერთი სიტყვით ის უარყოფითი ენერგიები, რომლებსაც უარყოფითს უწოდებთ, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთგვარად ეს არის ჩვენი დაცვის ერთ-ერთი საშუალება, ერთ-ერთი კი არა, ხო, უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ეხლა მაგალითად შეფასებისას როგორ ხდება, როგორ ვაფასებთ, მოდი ამაზე ვისაუბროთ ჯერ და მერე გადავიდეთ უკვე დაცვაც რამდენად დაცვის ფუნქციას როგორ არსულებს, ხო? მაგალითისთვის განვიხილოთ შიში, ყველაზე ისეთი გავრცელებული და ყველას ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც მე მგონი არ არსებობს ადამიანი ძალიან იშვიათად გასხევსნებული ადამიანების გარდა და ძალიან გაცნობიერებული ადამიანის გარდა, ვისაც შიში არ ქონდეს და სხვათაშორის ეს ძალიან ნორმალურია. იმიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შიში ეს არის თავდაცვის რეაქცია, ანუ ემოცია, რომელიც აუცილებელია ჩვენთვის. შიში როდესაც ჩნდება, როდესაც ჩნდება, მაშინ ირთვება გარკვეული ინსტინქტები. მე მგონი წინა თავშიც ვისაუბრე ამაზე. ორი ძირითადი ინსტინქტი, ეს არის გაქცევა და თავდასხმა, ანუ ბრძოლა, მაგრამ სანამ დღეს არ გვინდა ამ ინსტინქტებზე საუბარი. ნახეთ რა ხდება. როდესაც შიში ჩნდება, ტვინი ჩვეულებრივად აღიქვავს მას როგორც საფრთხე და გვეუბნება, აბა რა ხდება? თუ მაგალითად და თან ეს ემოცია ხო ისეთი რამეა, რომ უცებ წამის 1000-ში თუ არ ვიცი რომელიღაც მაშინ უცებ ჩნდება. ეს არ არის ისეთი პროცესი, რომ აი მეერე გაჩნდეს შიში. ეს არის ის, რომ უცებ გაჩნდება. აი მეერე რო ჩნდება და იმას ვიძახით, რომ აი მეერე გამიჩნდა ეს ემოცია, ეს არ არის ემოცია, ის უკვე გრძნობაა და მათ შორის სხვათა შორის საკმარისად კი გვანან ერთმანეთს და დაკავშირებული არიან ერთმანეთთან, მაგრამ განსხვავებაც ეს არის. ნახეთ, როდესაც ჩნდება შიში, ეს გვიცავს იმისგან, რომ ჩვენ საფრთხეში ვიმყოფებით, როდესაც ჩნდება ბრაზი, ესეც რაღაცანაირად დამცავი ემოცია, ყველა ემოცია დამცავია და ესეც დამცავია იმისგან, რომ ბრაზი გვაქვს, ესე იგი ვიღაცამ ჩვენი საზღვრები დაარღვია, ვიღაცამ გვაწყერინა, რაღაცა ისე რამე გააკეთა, რომელიც არ უნდა გაეკეთებინა. ყოველ შემთხვევაში ჩვენი აღქმა ესეთი იყო, რომ არ უნდა გაეკეთებინა და ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ
ვიმუშაოთ მერე და მაგალითად დაგჭირდება საზღვრების დაცვაზე მუშაობა. აი, როდესაც სირცხვლის ემოცია ჩნდება, ამ შემთხვევაშიც ხო, რაღაცა პრობლემაა. დავაკვირდეთ რა პრობლემაა. ყველასთვის რა თქმა უნდა ინდივიდუალური შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადად მაინც სირცხვლის განცდა თუ რა თქმა უნდა გაჩნდა, შეიძლება ეხლა ტრავმები აქვს, უკვე მიზეზი სხვა არის, რატო ჩნდება და ამაზე ეს სხვა თემაა, მაგრამ როდესაც სირცხვლის განცდა გაქვს, შეგიძლია იმუშაო შენ საკუთარ თავზე, აიმაღლო თვითშეფასება, უფრო ისეთი გახდე, რომ დაუმსახურებლად, ეხლა ადამიანი რომელიც რაღაცას ისეთს აკეთებს, რომელიც ითვლება, რომ არ უნდა გააკეთოს, მას ფაქტურად სირცხვლის განცდა არ აქვს და რეალურად როდესაც ჩვენ მაგალითად ვიღაცა გაგვაკრიტიკებს, ან ვიღაცამ შეიძლება რაღაცა დაუმსახურებლად გვითხრას ისეთი თავისი აზრით სწორი, მაგრამ ჩვენი აზრით მიუღებელი, შეიძლება ამ დროს ჩაიკეტო და გავიჩნდეს სირცხვლის განცდა და აი სწორედ აქ არის სამუშაო, მივიღეთ ინფორმაცია ტვინმა ფილტრაცია გააკეთა, ანუ აქაც ხო რედიკულარული აქტივაციის სისტემაა ჩართული, რა თქმა უნდა, ემოციებზე ის არის პასუხისმგებელი და ის ერთგვარი ფილტრია, ამანაც გადმოაფასა და გითხრა, რომ ჩვენ აი აგერ გვჭირდება ახლა და მოგვეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გვჭირდება ახლა ჩვენ ვიმუშაოთ საკუთარ თავდაჯერებულობაზე ან თვითშეფასების ამაღლებაზე. ერთი სიტყვით, ყველა ემოცია მნიშვნელოვანია, ჩვენ უარყოფით ემოციას და უძახებთ ამას თუ დადებით ემოციებს, ეს ენიშნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს გვჭირდება და გარკვეულ სიგნალებს გადმოგვცემს, რომელიც შემდგომში ჩვენი ნორმალური ცხოვრებისთვის, იმ დამსახურებული ცხოვრებისთვის, რასაც ვოცნებობთ, რაც გვინდა და როგორც გვინდა, ნამდვილად შესაბამისად თუ ვიმუშაობთ ჩვენ თავზე, მივიღებთ იმ შედეგებს. ახლა მაილეტი რას გვეუბნება? არ მინდა რომ წიგნის ფორმატსაც ავწდე. მაილეტი გვეუბნება, რომ ყველა ადამიანში ყოველდღიურად არის გამომუშავდება 5-6 ემოცია. გამომუშავდება კი არა, შეგვიძლია ერთდროულად გამიცადოთ 5-6 ემოცია. მაგრამ გვეუბნება, რომ ეს ემოციები იმიტომ კი არ შემოდის ჩვენში, რომ ვსჭირდება რამეში. ხო, მე გამომრჩა, უნდა ვეთქვა ის, რომ როდესაც ემოციები, მაგალითად შიშის ემოციაზე ვიტყვი, აი გახანგრძლივებულია და ყველაფერს ხო აქვს თავისი საზღვარი ემოცია რომ შემოდის, ის მალე უნდა გავიდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ის არის უეცარი, აი მყისი რაც შემოდის წამის რაღაც მიათესებში და ძალიან მალე უნდა დასრულდეს ახლა არ უნდა გაგრძელდეს. თუ დიდხანს გაგრძელდა ამ ფობიებში გადავიდა, ეს უკვე რა თქმა უნდა, ეს არ არის უკვე ნორმაში აღარ ითვლება, ეს ხელი შემშლელია, რა თქმა უნდა. ხო და ეს გვეუბნება ავტორი, რომ 5-6 ემოცია, რომელიც მუდმივად პოულობს ადამიანი რომ განიცადოს, ყოველთვის არის მასში და ამიტომ რომ კი არა რომ ჩვენ ეს გვჭირდება ეს ემოციები, არა, იმიტომ განიცდის და იმიტომ რომ ეს ამას არის მიჩვეული. ანუ რაღაცა გარკვეული დროის, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ადამიანი ეჩვევა ემოციას, თუ გინდა ეს ზევდის ემოცია, ამ ბრაზის ემოცია, არ გინახავთ ადამიანები მუდმივად რომ ბრაზის მდგომარეობაში არიან. მუდმივად გაბრაზებულები არიან ან სხვაზე, ან საკუთარ თავზე, ან ცხოვრებაზე, ან სამყაროზე, ან არ ვიცი. ან მაგალითად შიში, სულ რაღაცის ეშინიათ, სულ აი ეს ემოციები იმიტომ ჩნდება მათში, ან სევდიანია, ან მოწყენილია, ან სულ მუდმივად ბედნიერია და გახარებული და გაყოფილი არის უაზროდ, აი უზომოდ თან. ესეც არ არის ნორმა. ეს არის ის, რომ ჩვენ მიჩვეული ვართ ამ ემოციებსო და ჩვენთვის ეს არისო კომფორტული, საერთოდ ყველაფერი, რაც არის ჩვევაში გადასული, ჩვენ გვეკომფორტულება, სიამოვნებაში შუაც არ არის ის კარგი და კომფორტული, მაგრამ ჩვენთვის არის კომფორტული და უჭირს ადამიანს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ასევე გვეუბნება, რომ დასაწყისში ვთქვი, მე მგონი, რომ გვაქვს ჩვენი ემოციური სახლი. სხვადასხვა მე დავიწყე წერან ჩაწერა 15 წუთი ვილაპარაკე. მე შემომივარდა ჩემი ძაღლი. მე დამირეკა ტელეფონმა. ასე რომ გავთიშე და ახიდან წერ და აღარ ვიცი ხლა აქ რა ვთქვი და წინა ჩაწერაში რა ვთქვი და არა უშავს თუ ერთი და იგივე რამე გამემეორე, ხო? მიპატიება. ანუ ეს იგი ემოციური სახლი ვქნით ჩვენ თვითონ ამ ემოციურ სახლს და ჩვენ ცხოვრობთ ხო ამ სახლში.
ჩვენ ემოციებში და საოცარი ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია წესრიგის დამყარება ჩვენს ემოციურ სახლში, მაგრამ ამას ძალიან ბევრი ადამიანი არ ვაკეთებთ და თუ გავაკეთებთ ამას, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სასურველ შედეგებსო, ავტორი ამბობს. იმიტომ რომ დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, ეს ემოციების გადაწყობა, არ არის ახლა ადვილი, მაგრამ დიდი ალბათობით შევძლებთ, თუ ვიმუშავებთ საკუთარ თავზე და ყველაფერი იქნება დრო ჭირდება, მაგრამ ყველაფერი მერე მიღწევადი იქნება ჩვენთვის სამაგიეროდ. და ეს ძალიან კარგია. ეხლა კიდე რაზე მინდა რომ ვისაუბრო, ეს ვთქვი რომ ყველა ემოცია ჩვენ გვემსახურება და თუმცა ერთი წამით არ ავწდე თემას. ეს ყველა ემოცია ჩვენ გვემსახურება. ხო, ეხლა უნდა გადავიდეთ ემოციების დნმ-ის გაგება. და ძალიან საინტერესოა სხვადასხვა ესეც. მეცნიერებმა იციან, რომ ემოციები კოდირებულია ჩვენს დნმ-ში, როგორც დაბალი დონის რეაქცია გარე გამღიზიანებლებზე. ითვლება, რომ ისინი გაჩნდა, როგორც რეაგირების საშუალება გარემოში არსებულ სხვადასხვა საფრთხეზე. პირველ ყოვლისა რეაქციაზე, იბრძოლე და გაიქეცი. ეხლა უფრო დეტალურად მინდა ამის შესახებ მოგიყვეთ, ხო? რომ ჩვენი ემოციები, რა თქმა უნდა, ხა წარმართავს ჩვენს ქმედებებს და ყველა ადამიანს აქვს თავისი ემოციური კოეფიციენტი, რომელიც არის ყველასთვის უნიკალური, განსხვავებული, ესე იგი, ყველას თავისი აქვს. და ეს არის, აქედან უკვე ნახეთ, რომ რატომ ხდება ეს, ყველასთვის არის ინდივიდუალური დნმ-ის ნაწილი, მაგრამ დნმ, როგორც ვიცი, დნმ-ში პირდაპირ არ არის ეს ჩაწერილი. ასე ვიცი მე რომ პირდაპირ არ არის ეს ემოციები ჩაწერილი, რა ემოციები დევს ჩვენს დნმ-ში, მაგრამ მათი ძირითადი მექანიზმები არის გენეტიკურად დაპროგრამებული. სხვადასხვა ამას ძალიან კარგად შეისწავლის ეპიგენეტიკა უფრო, ვიდრე გენეტიკა. ალბათ გსმენიათ ეპიგენეტიკის შესახებაც, ეპიგენეტიკაც მეცნიერებაა, რომელიც ადრე გაერთიანებული იყო ამ გენეტიკასთან. საერთოდ მთლიანად ერთი მეცნიერება იყო და რამოდენიმე ათეული წლის წინ თუ არ ვცდები გამოიყო ეს ეპიგენეტიკა და ეხლა ძალიან ბევრს საუბრობენ მასზე, აი სხეულის მეხსიერებაზე, როდესაც ახსოვს სხეულს, ჩვენი წინაპრები როგორ იქცეოდნენ, რა უნარები, რა თვისებები ჰქონდათ და ასევე არის ემოციებზე, როგორ ემოციებში ცხოვრობდნენ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ეხლა დიდი მნიშვნელობა აქვს დედას მაგალითად ორსულობის პერიოდში, ჩასახვის პერიოდში რა ემოციები იყო, ამაზე ძალიან კარგად მუშაობთ არფითი თერაპიით, აი მე რომელიღაც ვიდეოში ვახსენე, მე გახლავართ არფითი თერაპევტი, რომელიც განსაკუთრებით მუშაობს ზუსტად აი ამ პრობლემებზე, ამ ტრავმულ მდგომარეობებზე, რომლებიც მემკვიდრეობით არის მიღებული, გენეტიკურად არის ჩაწერილი, ეპიგენეტიკა სწორედ ამას შეეხება სხეულის მეხსიერებას და დნმ-ის პროგრამაში არ არის ესენი ჩაწერილი. არც ემოციაა და არც ტრავმები არ არის ჩაწერილი, არც ის უნარჩვევები როგორ ცხოვრობდნენ, ხო? ჩვენი არ ვიცი რაღაცა 7 თაობის, 9 თაობის თუნდაც უკან ჩვენი წინაპრები, მაგრამ აი ეპიგენეტიკურად ეს უკვე დამახსოვრება არის სხეულის და ეს შესაძლებელია. ასევე არის ასევე გვეუბნება აგერ ავტორი, რომ მაგალითად ძლიერმა ემოციებმა, რომელიც მაგალითად სტრესის გამომწვევია, შეიძლება აი შთამომავლებში უკვე მოახდინოს ზეგავლენა, თუმცა დნმ-ში არ არის ეს ემოცია დაწერილი. მაგრამ სისტემის საფუძვლებს, ამ ემოციური სისტემის საფუძვლებს, რა თქმა უნდა, ქმნის. ცოტა მე მგონი ჩქარჩქარა ვლაპარაკობ. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. ყველა ემოციას აქვს თავისი მიზანი. როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები კოგნიტური ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა და გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო. ამაზე ვისაუბრე, აღარ მინდა ახლა გავაჩერო ყურადღება. უარყოფითი ემოციები მნიშვნელოვანი საპირწონეა, რომელიც ვითარების ორივე მხარის დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს. მართალია, შიში და შფოთვა უარყოფით ემოციებად ითვლება, მაგრამ თუ მათ არსებობას იაზრებთ, სწორედ მათ შეუძლია გიბიძგონ მოქმედებისკენ. კი ბატონო, ამას რა თქმა უნდა ვეთანხმები, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი ემოციები, აი
სუც რასაც სუც ჭალებში ვიტყვი, გახდეს ჩვენი ერთგვარი წინსვლის მიზეზიც, ხო? აი ხა შიში ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. მთლიანად შეიძლება შეცვალოს ადამიანმა თავისი ცხოვრება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ არ იფიქროთ, რომ შიში უნდა იყოს მუდმივი. ეს ძალიან შემაწუხებელია. თორე მუდმივი, აი მაგალითად ერთ და იგივე რაღაცაზე შიში რაციონალური თუ არ არის, ეს უკვე პრობლემაა, მაგრამ აი რაციონალური შიშები, რომელიც რეალურად საფრთხეს გვაცილებს, ეს რა თქმა უნდა ნორმალურია. ასევე ეხლა რა მინდა რომ თქვა, მე მაგალითად გამიგია, ვიცნობ უბრალოდ კი არ გამიგია ადამიანს, რომელიც არის თვითონ არ ვასახელებ, რა თქმა უნდა, მე არ მაქვს ამის უფლება კი არა და არც მორალურად მიუღებელია ჩემთვისაც და არ ვიტყვი ახლა ჩემ კონკრეტულად რა მოხდა და სიტუაციას არ მოვყვები, ან გვარდა სახელს მithumetes კიდე არ დავასახელებ, მაგრამ მე მყავდა კლიენტი, რომელიც როდესაც მუშაობდით, მივიდა იქამდე, რომ აღმოაჩინა შინაგანად თავის პროგრამაში თვითონვე, იმიტომ რომ ჩვენ არაფერს არ უთითებთ, უბრალოდ კითხვებით მიგვყავს იქამდე და თერაპიული პროცესით, რომ აღმოაჩინა, რომ მას აქვს შური შინაგანი. და სხვათა შორის ამ შურმა მას იგი მიიყვანა იქამდე, რომ მიაღწია სასურველ მიზანს. ანუ მას, როდესაც შურის გრძნობა გაუჩნდა იმ ადამიანების მიმართ, ანუ კონკრეტულად იმ ერთი ადამიანი, რომელიც მასში იწვევდა ძალიან დიდ შურს, ამუშურდა მას და მასთან შეჯიბრის შედეგად იმდენი იმუშავა საკუთარ თავზე, რომ მიაღწია იმ მიზანს და კიდეც გაასწრო, რომელიც სურდა. უბრალოდ მე აწუხებდა სინდისის სხვათა შორის, რომ აი ამ ასე რატომ მოვიკეცი და აი ის არ მოსწონდა თავში, რომ ეს შურის გრძნობა და კარგად დაამუშავა, განთავისუფლდა, აპატია თავის თავს, მიიღო ისეთი თავის თავი, როგორც იყო იმ პერიოდში, იმიტომ რომ არ ქონდა ხა იმას იმ დროს სხვანაირად არ შეეძლო ადამიანი, როდესაც რაღაცას აკეთებს და იმ პერიოდში აი რაღაცა გადაწყვეტილებას იღებს, არ აქვს მნიშვნელობა ცუდია თუ კარგია და შემდეგ თუ მიხვდება ამას, რომ ძალიან კარგია, ეს უნდა გაიაზროს, რა თქმა უნდა, მე და როდესაც დაამუშავებს ამას თავის მას ძალიან კარგია, არც შეაწუხებს და შემდგომში არ გაიმეორებს იგივე შეცდომას და თავარია არ ჩავარდრეს რაში იცით უკიდურესობაში, რომ მე თავის თავს ვერ აპატიოს ის შეცდომები, რა შეცდომებიც ქონდა დაშვებული, ან თვლიდა, რომ შეცდომა იყო თავის გადმოსახედით და მე უკვე. ან იმ პერიოდში შეიძლება ზოგი გაცნობიერებულად აკეთებს ამას, ხო? ну, მოკლედ, აი ესეთი რაღაცები ხდება, რომ არის ემოციები, რომელიც მიგიყვანს სასურველ მიზნამდე. ანუ შურის ემოცია თქვი ახლა, კიდევ არის ეჭვიანობა, რომელიც ეჭვიანობა იცით როგორ არის, აი ეჭვიანობის ემოცია გამიხილოთ, მოდით ახლა. ეჭვიანობა შეიძლება იყოს ძალიან კარგი. ოღონდ აქაც არ დოზირება ყველაფერს. მაგრამ ძალიან დამღუპველი, ეხლა თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, ეჭვიანობა კარგი როგორ არისო, მაგრამ ადამიანი, რომელიც ჯანსაღი მდგომარეობაში ურთიერთობებში, ის არ არის კარგი, ხა აი მაგალითად მეგობარი გყავს და ძალიან ბევრი ადამიანია, ისეთიც ძალიან ბევრი არა, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, ვინც მაგალითად მეგობარი ყავს და იმდენად ეჭვიანია, ჩვეულებრივი მეგობარი არ ვსაუბრობ პარტნიორულ ურთიერთობებზე, მას იმდენად მისაკუთრებული ყავს ეს ადამიანი, რომ სხვასთან რომ მეგობრობს, ის მას არ მოსწონს ეს, ხო? ესეთებიც ხდება. ეს არ არის ნორმა, ეს არის დაპყრობის სურვილი, რაღაცა იმის რომ შენ გეკუთვნის და მისაკუთრება გინდა იმისი. ეს არ არის ნორმა, მაგრამ აი მსუბუქი ეჭვიანობა, როგორც მე მაგალითად პარტნიორულ ურთიერთობებში არ მინდა სიტყვაზე ჩემზე არ ვლაპარაკობ, ზოგადად ვიძახი, არ მინდა რომ ჩემ აქ სხვას თან დაიწყოს ურთიერთობა, ან აღარ უყვარდი, ან რა ვიცი, ახლა ყველაფერი შეიძლება. ამის გამო მე სულ ვარ ფორმაში, ვცდილობ რომ ყოველთვის ვიყო მისთვის სასურველი ქალი. რატომაც არა, ხო?
კი, ეხლა ერთია რომ ადამიანის სიყვარული სადაც ნამდვილი და ჭეშმარიტ და უპირობო სიყვარულია, იქ არ ჭირდება ადამიანს ეხლა რაღაცეების ის, მაგრამ ქალი ყოველთვის ისეთი რამეა და მამაკაცი ისეთი რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჭირდება რაღაც პატარ-პატარა ხრიკები, ქალური ხრიკები, რომ მამაკაცი ყოველთვის თავის მამაკაცისთვის ყოველთვის იყოს სასურველი. ეხლა სხვა თემაზე არ გადავიდი ისე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ეს თავის და მამაკაცის ურთიერთობებიც. ხო, ანუ აი ესეთი რაღაცაც ხდება. აბა ეხლა შემდეგში გადავიდეთ აქ რა ხდება. როგორც კი შენი ემოციების, მე უკვე ემოციების შეცნობაზეა ლაპარაკი, ყველა ემოციას აქვს თავისი მიზანი. ხო, ეხლა ეს ვისაუბრებ, მე მგონი მიზანი, ხო? რომ შეშსა მაგალითად ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილეთ შური, შეუძლია თავისი საქმე გააკეთოს. ეჭვიანობა, რომელზეც ვისაუბრეთ, ისიც თავის საქმეს ააკეთებს და ძალიან კარგია ეს. ეხლა გადავიდეთ, რატომ აგროვებენ ადამიანები ემოციებს. არ დაგიმალავ, ემოციური აზროვნების შეცვლა საკმაოდ რთულია. არსებობს მენტალური ბარიერები, რომელთა გადალახვაც მოგიწევს, როდესაც უკვე მიეჩვიე განსაზღვრული სახის აზროვნებას. ის კომფორტს გიქმნის და თან ტკივილისთვის თავის არიდების უფლებას გაძლევს. ხშირად მოქმედებები, რომლებსაც ცხოვრებაში ახორციელებ, განპირობებულია შენი ფიქრით, რომ ისინი შენში განსაზღვრულ ემოციის გამოძახილს გამოიწვევს. ყიდულობ ყვავილებს ცოლისთვის ან მეგობარი გოგონასთვის, ვინაიდან გსურს უჩვენო შენი სიყვარული და მისგან საპასუხო სიყვარულიც იგრძნო. დიდხანს სეირნო პლაჟზე ან განმარტოვდები პარკში, რათა განიტვირთო და სიმშვიდე მოიპოვო. ანუ შეგიძლია გააკეთო ის, რაც გინდა. წეგან ვისაუბრე იმაზე, რომ აი სასურველი ქალი რომ იყო მამაკაცისთვის და სიამოვნება მიანიჭო მასაც და შენს, ამისთვის ძალიან კარგი. აი აქ ხოლმე მეორე მხრიდან გავიხილოთ, რომ შენ იყო ყოველთვის ფორმაში და ამით შემცირებ დიდ სიამოვნებას, სიამოვნების ემოციას, ასევე ახლა განხილულია თანდერ ავტორს, რომ შენ როცა გინდა სიწყნარე, სიმშვიდის ემოციაში ყოფნა, მშვიდად იგრძნო თავი, შეგიძლია წახვიდე განმარტოვდე პარკში, ან როდესაც ბედნიერად იგრძნოს, ხიარულად იგრძნო თავი, წახვიდე მეგობრებთან ერთად გაერთო, ყავა დალიო, რა ვიცი, მიირთვა შენი საყვარელი ტორტის ნაჭერი, რომელსაც ყოველდღურად არ მიირთმევ და მოკლედ სიამოვნების მიღებისთვის აკეთებ ამისთვის ყველაფერსო და ეს გამომუშავებადია. ანუ შეგიძლია ეს ემოციები შენ თვითონ მოიზიდო. ეხლა მაგალითად, როდესაც 24 საათი ადამიანი დილიდან საღამომდე მუშაობს და საკუთარი თავისთვის არ იცდის. როდესაც აი მსგავს სიტუაციებში, სადაც ბალანსი არ არის ხო საქმესა და დასვენებას შორის, სადაც ბალანსი არ არის ურთიერთობებში, საკუთარ თავს სიმშვიდეს თუ არ მოიპოვებ და ამ ბალანსს არ დაიჭერ, მაშინ აუცილებლად თუმცა ბალანსზე მე მგონი ბოლოს აქ საუბარი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვიტყვი, მაშინ შეუძლებელია პროდუქციული იყო. არც ერთ შემთხვევაში არ გამოგივა, ხო? აქ ლაპარაკი აქვს ასევე ემოციებზე და გრძნობებზე, რომ გრძნობა და ემოცია არ არის ერთი და იგივე, თუმცა ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან ესენი. მე გეტყვით თქვენ, რომ ემოციები ბევრად უფრო მყარია, მაგრამ რა არის ისეთ ემოციები ჩნდება აი ძალიან ყისიერად, სწრაფად, რომელიც გრძელდება ცოტა ხანს. იმიტომ რომ წესით უნდა არ უნდა იყოს ხანგრძლივი. ერთ ემოციაში გახანგრძლივებული ყოფნა არ არის კარგი, მაგრამ გრძნობა ეს უკვე არის ემოციის ცნობიერი ხანგრძლივი ინტერპრეტაცია. ანუ დიდხანს გატყვება გრძნობა. გრძნობა შეიძლება გაგრძელდეს ერთი კვირა, ერთი თვე, ერთი წელი, დიდი ხანი გაგრძელდეს გრძნობა. თუნდაც მაგალითად, რა ვიცი, ბრაზის გრძნობა, ემოცია ხო ჩაჭდა მაგალითად ბრაზის ემოცია, ხო, უცებ გაჭდა ეს ბრაზის ემოცია და ამან ეხლა გადაიარა, მოგინდა რაღაცა გაგეკეთებინა, ან გეყვირა, ან დაიწყო რაღაცა ინსტინქტი ჩაერთო.
ძალიან ბევრი ინსტინქტი შეიძლება რაღაც გამოხატოს სხეული რეაგირებას ახდენს, სხეული ახდენს ამაზე რეაგირებას და გადავიდა ეს ფრაზი, მაგრამ მდგომარეობა დარჩა როგორ იცით, ემოცია გაქრა, მაგრამ გრძნობა დარჩა მაგალითად გაბრაზების ხო? ეხლა არ გითქვიათ თქვენ მე კი გადამიარა იმ გაბრაზება, მაგრამ გულში მაინც რაღაცნაირად ჩამრჩა. აი ეს არის გრძნობა, რომელიც ჩარჩა. მაგალითად, მე კი ვაპატიე, მაგრამ რაღაცნაირად თავში შინაგანად ვერ თავისუფლდები ამისგან. პირველად, აი მაგალითად უღალატა პარტნიორმა და აუ გაგიჟდა ადამიანი, გადაერია ქალია თუ კაცია, არა აქვს მნიშვნელობა და ბრაზის ემოცია გაჩნდა, რაღაცა, რა ვიცი, რაღაც აგრესია გამოიწვია, ან არ გამოიწვია, ან ყვირილი მოუნდა, ან თვითონ მოუნდა დაზარალება, ზიანის მიყენება საკუთარ თავზე. აი ეს გაივლის უცებ, მაგრამ აი ეს შინაგანი შეგრძნება, გრძნობა, რომელიც ამ ემოციამ გამოიწვია, ის რჩება და ძალიან დიდხანსაც შეიძლება გაყვეს ადამიანს. მიხვდით ხო, არ გაჩნდეს ის განსხვავება რაშია ამ ორს შორის, მაგრამ მე ხა ეს რომ აქ შეერთებული ვეღარ ჩავთამავ ამას ვერ დავტენი, არა უშავს ვეცდები მალე დავასრულო. ხო. შემდეგ არის ხო, ემოციური განწმენდა, როგორ ხდება. ანუ ემოციებისგან უნდა მოვახდინოთ, კითხავ მაინც. ემოციების ისე დახარისხება, რომ ეს დაგვეხმაროს მიზანმიმართული პროცესია. გახსოვდეს, რომ შენმა მოქმედება შესაძლოა განსაზღვრული მატერიალური ნივთები და შედეგები მოგიტანოს, მაგრამ ასევე ხშირად გჭირდება ამ შედეგებთან დაკავშირებული ემოციები. კი ბატონო, ეს გასაგებია, ადამიანები შეგნებულად უდგებიან თავიანთ ქმედებებს, თუმცა ჩვენ იშვიათად ვუთმობთ საკმარის დროს ამ ქმედებებთან დაკავშირებულ ემოციებზე ფიქრს. ანუ ჩვენ როდესაც ქმედებებს დროს არ უთმობთ და ემოციებზე არ ვფიქრობთ, მაშინ რა ხდება იცით? ჩვენ გვაკონტროლებენ ის ემოციები, ჩვენ კი არ ვაკონტროლებთ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ემოციების კონტროლი. ანუ ჩვენი ემოციური სახლი უნდა მოვაწესრიგოთ აუცილებლად. თუ ვერ მოვაწესრიგებთო, ავტორი გვეუბნება ძალიან იზიდis არის, მაშინ სხვა მისამართზე გადასვლა იქნება საჭიროა. ანუ ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ მაგალითები ყავს მოყვანილი მდიდარი ადამიანები, რომლებიც ცუდ ემოციებში ხშირად არიან. თქვენ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ ადამიანი რომელსაც შეიძლება ძალიან ბედნიერი იყოს, იმიტომ რომ ყველაფერი აქვს საამისოდ, ფულიც აქვს, მდიდარიც არის, 100,000-იანი მანქანებიც ყავს და კიდევაც მილიონები უდევს ბანკის ანგარიშზე, ავტორი გვეუბნება, მაგრამ შინაგანად მათ არც ბედნიერება აქვს, არც სიხარულის ემოციები აქვს, პირიქით, სულ შიშის ემოციაში არიან, სულ რაღაცას განიცდიან, რაღაცა ეშინიათ, დაკარგვის ეშინიათ, თავიანთი ქონების, ან რაღაცა რა ვიცი, ახლა ლამაზი ცოლები ყავთ, მაგრამ მილიონერებს და ის ლამაზი ცოლებიც რომ არ დაკარგონ, იმათი ცალკე ეშინიათ, ფულის დაკარგვის ცალკე და მოკლედ არ არიან ისეთი ბედნიერები, თუმცა შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები ესეთი ადამიანებიც, ან ეს ხა პირობითად მოვიყვანეთ ეს მაგალითი აქ, ზონატორს აქ განხილული. მაგრამ ჩვენ ახლა როგორ უნდა გამოვიმუშავოთ დადებითი ემოციები? დადებითი ემოციები ვიზუალიზაციის ტექნიკებით შეგიძლიათ მოიწვიოთ დადებითი. მე გასწავლეთ ახლა ეს კარგი ტექნიკას, რომელიც აქ არწერია. დილით, როდესაც ადგებით. გუშინ ხო ვისაუბრე წინა ვიდეოში, რომ როგორც დაიწყებთ დღეს, დაახლოებით ისე იქნება თქვენი როგორც დაიწყებთ დილას, დაახლოებით ისე ეწავა თელი დღე თქვენთვის. აი ხა გეტყვით ერთ კარგ ტექნიკას, რომელიც მარტივი დასაკეთებელია, მაგრამ ამას სჭირდება დრო. დილით როგორც კი ადგებით და ფეხს გადმოყობთ მერე, იფიქრეთ ახლა თქვენს გეგმებზე, დასახეთ ბედნიერებაზე, ამ წარმოსახვები გააკეთეთ, ვიზუალიზაციები გააკეთეთ, აფირმაციები დაიმეორეთ, ой, ჩემი ძაღლი მომადგა აიდან. კარების გაღება უნდა, რომელსაც ახლა ვეგავარებ. ხო, და ამ დროს გადმოდგით ფეხი საწოლიდან. გადმოდიხართ უკვე ადააპირეთ ადგა და
გაჩერდით რამოდენიმე წამი და უცბად შედით აი ისეთ ემოციაში, როგორ ემოციაშიც გინდათ რომ მთელი დღე დარჩეთ. მაგალითად სიამოვნების განცდა და ეს ყველაფერი უნდა შეიგრძნოთ. აი ჩამოდგით ფეხი და არა აქვს მნიშვნელობა როგორი ხარ, შეიძლება ცუდად არის ადამიანი თავის ტკივა. მე მაგალითად ახლა ისე ტკივა ფეხი, ოიცი თქვენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ახლა ყოფში და ისეთ წერ მაინც ვიდეოებს, იმიტომ რომ არ შემიძლია გაჩერება, უფრო ცუდად ხდები. ანუ ტკივა ხოლმე ახლა ეს ჩემი რაღაცები, მაგრამ ადექით დილით და ეს თავიდან ვარჯიში დაგჭირდება და მე ავტომატურ რეჟიმში გადახვამ. გაჩერდით რამოდენიმე წამი, მაგალითად სიხარულის ემოციაში. გინდათ რომ ხელი დღე იყოთ სიხარულის ემოციაში. გაჩერდებით სიხარულის ემოციაში და შეგრძნების დონეზე. ისე კი არა, აი ახლა მე მიხარია. გაიხიმეთ, მეგობრებო, გაიხიმეთ თან. ღიმილი ერთგვარად როგორ არის იცით? ძალითაც რომ გაიხიმო, უკვე რაღაცას გაძლევთ. იმიტომ რომ ეს ხო ყველაფერი თავის ტვინში ხდება, პროცესები მიდის, ნეირონები იცვლება, ამ დროს გადაწყობა ხდება და ანუ მოკლედ მთელი ამბები ხდება და ამიტომ გაიღიმეთ და შედით და შეიგრძელეთ, ან გაიხსენეთ სულაც ის ფაქტი, როდის იყავით ეს სასიამოვნო მდგომარეობაში, ანუ უბრალოდ აი სიამოვნების ემოცია შეიგრძელეთ. მერე გადმოდგი მეორე ფეხი. შეგვიძლია რამდენი ემოციაც კიდე იმდენი გააკეთო. ნელა გადადგა მეორე ნაბიჯს და ახლა შედი სიყვარულის ემოციაში. აი შეიგრძენი როგორ გიყვარს თქვენი მეორე ნახევარი, თქვენი პარტნიორი, არ ვიცი დედა, მამა, არ ვიცი ვინ, ადამიანი თქვენი ვიზაც შვილი, თუნდაც ან საკუთარი თავი. ეს ყველაზე კარგი კიდე. საკუთარი თავი, სიყვარულის ემოციაში. მერე კიდევ რომ გადმოდგა, წამები უნდა ამას ბევრი არაფერი არ უნდა, სულ 2 წუთი გეყოფათ ყველა ემოცია ერთიანად რომ გაიაროთ. თავიდან ახლა არ ექნება მარტივი. გაგიჭირდება ტვილი და გავიწვეთ შეიძლება, მაგრამ აი მერწმუნეთ 21 დღე აკეთეთ ეს ტექნიკა და შეხედავთ მე როგორ ავტომატურ რეჟიმში გაგიდებათ, მაგრამ გავიღიმები და გადმოვდგავ ფეხს და აი ახლა მე გამიცდი სიხარულს და შედიხარ ამ ემოციაში. მარტო თქმა აყოფნის მე გამიცდი სიხარულს, მე ვარ სიხარულის ემოციებში, სიყვარულის ემოციებში, მადლიერების შეგრძნებაში. ძალიან კარგია მადლიერება, ყველაზე დიდი ემოცია, ძლიერი ემოცია, სიყვარულს კიდევ უფრო მეტი ჰერცებით ხო იზომება ეს ემოციები და აი მაღალ ვიბრაციებში გახვედრებს. ერთი როთ აი ეს ტექნიკა ჩემთან ციგნის მსმენელებს ციგში აწერია ეს ტექნიკა. ასე რომ გამოიყენეთ ეს ვარჯიშები. ხო, და კიდე რას გვეუბნება, ახლა როგორ შევავსოთ სახლი, თვითონ ავტორი როგორ გვეუბნება. გულწრფელები გახდითო, გულძრახულები, სიკეთე აკეთეთო, ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო, იმისთვის რომ შეხვიდეთ იმ ემოციებში და მუდმივად ფონურად გქონდეთ. ეხლა სულ ბედნიერი ვერ იქნება ადამიანი. ეს არ არის ნორმა. ეხლა თქვენ თუ გქონიათ ადამიანები, რომლებიც მუდმივად აი გაღიმებულ მდგომარეობაში და ბედნიერები არიან, ვითომ ეს ჭყალებში, ისინი რეალურად მასი არ არის. მანძი არ ხდება, სულ ბედნიერი, მაშინ ესეც არ არის ნორმა. მაგრამ ძირითადი ფონური ემოცია უნდა იყოს აი ესეთი, რომელიც შენთვის დადებითია და კარგს მოგიტანს, ხო? თუმცა რა შიშის განვიცდით, რაღაც მომენტში შიშიც იქნება, რაღაც მომენტში მოწყენილობაც იქნება, სევდაც იქნება, სიცარიელის შეგრძნებაც იქნება და რა ვიცი, ბევრი რამე შეიძლება იყოს, მაგრამ ესეც ნორმაა. ესეც ნორმაა. კიდე რითი შეგიძლიათ იცით ემოციების მართვა ისწავლოთ. აუცილებლად დაჯექით, აი მაგალითად რაღაცას განიცდით. რაღაც აი რისი ემოციაა უყოთ. სულ გაჩერდეს. ხმაღარ ისმის მე. ავიღოთ სევდა. მე მაქვს ხო, მე მქონდა გარკვეული პერიოდები მაქვს ხო, მე ხან სევდის ემოციაში ვარ, ხან მოწყენილი ვარ. რა თქმა უნდა, მაქვს ყველა ადამიანს აქვს ეს. და დავჭდები და დავაკვირდები ჩემს საკუთარ თავს. მე პირადად ესე ვაკეთებ. რაღაცა გაურკვეველი არის ფიქრობ ხოლმე ჩემს თავს და რატოა ეს მოწყენილი. მოდი დავარქვათ სახელი. პირველ რიგში, სად არის ეს ჩემი ემოცია? და ვეძებ სხეულში ჩემ ემოციას. რაღაცა სხეულს ვაკვირდები და ინტუიციურად მეუბნება, შეიძლება იყოს გულში, მუხლებში, თავში, არ ვიცი. რა ქვია ამ ემოციას? რა ქვია? ეს მე მგონი მოწყენილობაა.
მოწყენილობა მდგომარეობაა და რა ემოცია იწვევს? ზევდა იწვევს. რატო არ ახლა ზევდიანი? უპასუხეთ ამ შეკითხვას. აი, ამ ტიპის პრაქტიკები აკეთებს. ხო, რატო ვარ და მარტო ვარ ჩემი შვილები მოდიან ერთი კვირა, სხვა ქალაქებში ცხოვრობენ, რეალური მიზეზი არსებობს ამისთვის და მე როგორ ვშლით ემას, აი რა მოხდა მე, ხო? ჩამოთვალე ის დადებითი რაც არის შენს ცხოვრებაში, მიზეზები იპოვე, რატო გაქვს? შეიძლება რეალური მიზეზი იყოს იმ სევდის. თუ რეალური მიზეზი არსებობს, ან არ არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა. მიიღე ის სევდა, მე ხა სევდას განვიხილავ, ნებისმიერი ემოცია ესე განიხილება. და აღიარება არის ძალიან დიდი რამ, რომელიც აღიარების დროს ჩათვალეთ, რომ მუხტი ამ ემოციის ძალიან დაბლა დაიწევს. აბსოლუტურად დაბლა. ესეც არ არის ამ წიგში. მე მგონი მე აქ ჩემი რაღაცებითაც შემოვედი და მაგ წიგს არ განვიხილავ, მაგრამ არაუშავს იყოს ჩემგან. ანუ ნახე, აღიარე რომ გაქვს ეს ემოცია და მე მიეცი ადგილი, თავისი ადგილი. ნუ იყოს ეს ემოცია რა მოხდა, ეთყობა რაღაცისგან მიცავს და შეგვიძლიათ ის მიზეზიც ამოვაჩინოთ, რისგან მიცავს ეს ემოცია. მე როდესაც ჩავწერ ამ წიგს, მე ჩემ გვერდზე გავაკეთებ რა ჩართვას კიდე აქ არა, YouTube-ში, არ ვიცი, YouTube-ში დავტვირთავ თუ არა, მაგრამ იქ გვერდზე, ჩემს პირად გვერდზე, კიდეც პროფესიონალურ გვერდზე, მაქვს ისეთი რაღაც ჩანაწერები, რომელსაც ჩემს პირად გამოცდილებებს ვყვები და ძირითადად ეს ყველაფერი მთელი ეს ჩემი ცოდნა დაფუძნებულია არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკაზეც. საკუთარ თავზე პრაქტიკა და პრაქტიკა ჩემ კლიენტებთან. და გითხარით ხო 8 წელი ვიმუშავე ისე რომ არ ამდგარო მე მგონი ამ მაგიდიდან და ამ სკამიდან და იმიტომაც მივედი კარგი ზედმეტიც მივედი ამ მდგომარეობამდე. ერთის დადებითი, მეორეს რაღაცა მაინც რაღაცები შემეშალა. შეგეძლო ჩემს ხელს ველი ლექციის სათანადო ყურადღება. ნუ მოკლედ არ გადავუხმოთ ახლა თემებს. ხო, აქ ავტორი გვეუბნება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ემოციების შესაცვლად, რომ თქვენ სულ რამდენი აქვს არ გამეთიშოს ეს. სულ რამდენი საქვთ 4 ხო. ნახეთ, მედიტაცია. არსებობს რამდენიმე მოქმედება, რომლებიც შეგიძლიათ შეასრულო, რათა გააზრებლად დაიწყოს შენი ემოციური აზროვნების შეცვლა. დიდი წარმატებით მოიზიდავ დადებით ემოციებს შენ სახლში. სახლში, ანუ შენს სხეულში, შენს ტვინში. სახლი ხო და არ თქვა, დავარქვით ემოციური სახლი. თუ გააკეთებ შემდეგს, მედიტაცია. ლოცვები აუცილებლად ძალიან კარგია. მედიტაციები, რომელიც ტვინის მუშაობას ანელებს, აწმყოში გამყოფებს, სიმშვიდე შემოავს შენში, გადასარევია. ამ დროს შიშის და შფოთვის ენერგიები განიდევნება, დაძაბულობა არ იქნება, კუნთები დუნდება, როდესაც კუნთები დაჭიმულია და დაძაბული ხარ, რაღაცა სტრესული მდგომარეობა და ემოცია არის ან შიშის, ან შფოთვა, ან რა ვიცი, ღელვა, ან რაღაც მსგავსები. მსგავსი მედიტაცია გადასარევი. მერე იპოვე ბალანსი, წეღან რაზეც ვისაუბრი აგერ ახლა ხარ ბოლოში. სამსახურს თუ ხარ დაკავებული და თუნდაც ის მოგწონდრეს და დრო არ დაგჭირდა დასასვენებლად და ენერგიის აღსადგენად, აუცილებლად უნდა იპოვნო ბალანსი და ამ დროს გროვდება თუ არ იპოვნო ბალანსს, ზედმეტი არეულობა ემოციული, ხო, დაღლა, ბრაზი, ერთმანეთჯირება, იმიტომ აი დაბიხალე, აღარ შემიძლია, მე საკუთარ თავზე ბრაზობ, მე შენ პარტნიორზე შეიძლება გაბრაზდე, რატო აკეთებ ამას, ან ვიღაცას დააბრალო, მასამსა დააბრალო, ნუ მოგეთ ზრუნვა საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი. მე შენი ტრიგერები განსაზღვრე, ანუ განსაზღვრე ტრიგერები რას ნიშნავს, ხო? წინასწარ განზრახულობასთან დაბრუნდიო, დაადგინე რა გაბრაზებს, რა გაღიზიანებს, ამაზე ვისაუბრე უკვე. მიზეზები აუცილებლად დაადგინე. იქნება, აი რა არის მიზეზი? რატომ გაჩნდა ეს ემოცია? რას მაძლევს ახლა მე ეს ემოცია? მიზეზი რა არის? იქნება მე რაღაცა არასწორად გავაკეთე, იქნებ სამსახურში გაგაბრაზეს და მიმღებლობა პირველივე ამას
ეს ტექნიკაში გითხარით და კიდე რაზეა საუბარი ბოლოს მიიღე აზროვნების შეცვლის გადაწყვეტილება. ხო, გადაწყვეტილება აუცილებლად თუ არ მიიღე გადაწყვეტილება დასაწყისშივეა ეს. თუ შენ აზროვნებას ჩვევებს, უნარებს არ გადააწყობ, ანუ შენი მიჩვეულ კომფორტის ზონიდან არ გამოხვალ, მაშინ ფაქტურად შეუძლებელია. ნუ მოკლედ ძალიან ბევრი ვისაუბრე, საკმაოდ დიდი გამოვიდა, არ აქვს 40 წუთი და მე მგონია კარგად ჩავშალეთ ეს ემოციების თემა. ეხლა შემდეგში იქნება კავშირებზე. ყოველი მომდევნო ძალიან კარგი, ყველა ძალიან კარგი თემაა და ძალიან დიდი მადლობა ვინც მისმენთ და ვინც მომისმენთ. კიდე შემდეგში ამ ვიდეოებს მე არ ავიღებ და იქნება და დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.